მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ზოგი გამოვიარეთ დავიწყეთ მაშინ საუბრების ციკლი ეკონომიკაზე, უბრალოდ ეკონომიკური განვითარებაზე. ისმის? Togi, I'm going to be on the Scottish. Kai, Kai, გავაგრძელებთ. ეკონომიკურ მოდელებზე, ეკონომიკურ უთანასწორობაზე და რანაირად აისახება ეს ყველაფერი თქვათ ჩვენს მდგომარეობაზე, ამაზე დავიწყეთ გუშინ საუბარი. როგორც თქვით, კიდევ ალბათ დღევანდელი და კიდევ ერთი დღე სამშაბათი იქნება ამ საკითხებზე საუბარი და შემდეგ უკვე სხვადასხვა სფეროს მოღვაწეები, როგორიც არის თქვათ განათლება, ჯანდაცვა, საცხოვრისი, ურბანული გარემო, ეკოლოგია, თქვათ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები ისაუბრებენ იმაზე, ეს ეკონომიკური უთანასწორობა როგორ აისახება მათ სფეროებზე და რა სახის უთანასწორობას და რა ცვლილებებს წარმოსობს შემდეგ ეს ყველაფერი უკვე ამ სფეროებზე. პირველი, რასაც თქვათ, გუშინდელი მიდან გავიხსენებ საუბრიდან, ეს არის თვითონ ეკონომიკური მოდელის და ეკონომიკური სწავლების მნიშვნელობა, რომელზეც წინა საუკუნეში მოღვაწე ერთ-ერთმა ნობელიანტმა ეკონომისტმა თქვა ესეთი რამ, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაწერს ქვეყნის კანონებს, თუ ეკონომიკის სახელმძღვანელოს დავწერ მე. ანუ თუ ვინმე წერს ეკონომიკს, ანუ რომელი მოდელიც მოქმედებს ქვეყანაში, შემდეგ ისე ვითარდება ქვეყნის ბედი, იმის მიუხედავად, თქვათ, კანონებში რა განსხვავება იქნება დეტალებში. ანუ ამით მან ხაზი გაუსვა, რომ მთავარი არის რა წარმოდგენა იქნება ხალხში ეკონომიკასთან დაკავშირებით, ანუ ეკონომიკასთან დაკავშირებით, რა მოდელით უნდა განვითარდეს ქვეყანა. დღეს როგორც თქვით, თითქმის მთელ მსოფლიოში მოქმედებს ერთი და იგივე ეკონომიკური მოდელი, ოღონდ პატარა ნაირსახეობებით, როგორიც არის თქვათ სიტყვაზე დასავლეთში უფრო შედარებით ცივილურ ფორმაში, რუსეთში, ჩინეთში უფრო განსხვავებული ფორმით, უფრო თქვათ ოლიგარქიის მიდრეკილი ფორმით, თუმცა დასავლეთშიც იგივე გზით მიდის, ოღონდ უფრო ნელა და უბრალოდ ისე წინ არიან წასულები, თქვათ 50-იან, 60-იან, 70-იან წლებში წინა საუკუნის იმდენად წინ წავიდნენ, რომ იქიდან უკან ჩამოკაჩვა, თქვათ ცოტა უფრო ძნელია და მეტ დროს და სირთულეებს მოითხოვს. სამხრეთ ამერიკაში კიდევ უფრო განსხვავებული ფორმით, აფრიკაში კიდევ უფრო განსხვავებული, მაგრამ იდეოლოგია არის მაინც ყველგან ერთი და იგივე. და დღეს თუ არ დავიწყეთ ჩვენ ამაზე საუბარი, უბრალოდ დაგვიანებულიც კი არის ამაზე საუბარი, რადგან ჩვენთან პრინციპში ეს ფორმულა, რაც თქვით, რომ თავარი არის ეკონომიკის სწავლება და მერე უკვე ყველაფერს შეძლებთ, რომ თქვა კანონებით გაამყარო, ხო? ეს თავიდანვე მშვენივრად იცოდნენ და ამიტომ არის, რომ ზუსტად მთელ საქართველოში და პრინციპში მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთი და იგივე სახელმძღვანელოთი ხდება სწავლება, ანუ განხილვა ეკონომიკის ხდება მხოლოდ ერთი კუთხით, ეს არის მენქიუს სახელმძღვანელო და მისი რაღაცა ნაირსახეობები, თქვათ სხვადასხვა ავტორების მიერ გადამღერებული, მაგრამ პრინციპი მაინც არის ყველგან ერთი და იგივე. შესაბამისად უკვე ვთქვათ მოსახლეობაშიც ამის
ეს მიდგომები და ეს იდეოლოგია ძალიან გაჯდა, რადგანაც საბჭოთა კავშირის დანგრევაც პრინციპში დაემთხვა იმ ეტაპს, როდესაც აი 50-იან 60-იან წლებში მთელ დასავლეთში მუშაობდა, წინა საუკუნის 50-იან და 60-იან წლებში მთელ დასავლეთში წამყვან ქვეყნებში იმას რასაც თქვათ ჩვენ გლობალურ ჩილოეთს უწოდებთ, მუშაობდა განსხვავებული მოდელი, აბსოლუტურად განსხვავებული, რომელსაც თუ შევადარებთ დღევანდელს, როგორც ცადა დედამიწა, ისე განსხვავდება იმავე ქვეყნებში მოქმედი ეკონომიკური მოდელებისგან და მაშინ და იმ 50-იან და 60-იან წლებს სხვადასხვა ეძახიან ეკონომიკის ოქროს ხანას, თვითონ განვითარების ტემპებიდან გამომდინარე და ასევე დაახლოებით 5 კრიტერიუმია, რის მიხედვითაც აფასებენ, რომელთაგან ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი არის სამართლიანობის კრიტერიუმი, როდესაც თქვათ აი ამ სამართლიანობა იქ მცხოვრებ მოსახლეობაში იყო ძალიან მაღლა შეფასებული, ანუ თვითონ მოსახლეობა თვლიდა, რომ ქვეყანა ვითარდება სამართლიანად და მადამი დამოკიდებულება არის სამართლიანი, გადანაწილება სიმდიდრის და შემოსავლების არის სამართლიანი და ეს ყველაფერი ასე ვთქვათ და მაშინ ჩამოყალიბდა სწორედ ესეთი შეხედულება დასავლეთში და ჩვენთანაც პრინციპში იგივე ის მუშაობდა, რომ ვინც მეც მუშაობს, ვინც პატიოსნად მუშაობს დასავლეთში, მას შემოსავალიც მეტი აქვს და შესაბამისად შემოსავლები და მუშაობის ის ერთმანეთთან იყო კორელაციაში და ითვლებოდა, რომ ძალიან სამართლიანად ხდება ეს ყველაფერი და ეს ჩვენთან შემოვიდა ესე, რომ ესე გათვითცნობიერებულები არ ვიყავით არც მაშინ, რომ ითვლებოდა, რომ თვლიდით, რომ ეს არის კაპიტალისტური მოდელი, მორჩა იქ რამე განსხვავებები თუ არის არ ითვლებოდა და რაღაც ეს ჩვენში ჩაჯდა, რომ კაპიტალისტურ მოდელში არის სამართლიანი გადანაწილება შემოსავლების და სიმდიდრის და როდესაც თქვათ აი საბჭოთა კავშირი დაინგრა და შემოვიდა დასავლეთში მოქმედი მოდელი, ისე მოხდა, რომ 70-იან წლებში, 80-იან წლებში და 90-იანი წლების განსაკუთრებით ბოლოს იქაც შეიცვალა ეს მოდელი, ანუ კაპიტალისტური ერთი მოდელიდან გადავიდნენ აბსოლუტურად განსხვავებულ მოდელზე, მაგრამ ჩვენთან აი ძველი იმით, ასე ვთქვათ, შემორჩენილი იმით ეს აბსოლუტურად არ ვიყავით გზად ამის გასააზრებლად და არც თეორიული და არც პრაქტიკული ცოდნა ამის არ ჰქონდა და უბრალოდ ავტომატურად გადავიდა, რომ იქ ყველაფერი კარგად მუშაობს, იდეალურად არის და ბრმად ყველაფერს ვიჯერებდით, ყველა რჩევას, რასაც გვაძლევდნენ, მით უმეტეს, რომ ამ სახით ვინც სათავეში იყო, ის მშვენივრად იყენებდა იმ რჩევებს და თავისი პირადი გამნიდრების მიზნით ძალიან კარგად იყენებდა ამას, ამიტომ აწყობდა, ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის გამოყენება და ჩვენთან დამკვიდრდა ეს, ასე ვთქვათ, აი ეს პრინციპი, რომ ვთქვათ, აი ეს ყველაფერი სამართლიანად ხდება, ამან ხელი შეუწყო, რომ კრიტიკული აზრის გარეშე გადმოგვეღო აბსოლუტურად ყველაფერი და აი მთელ სასწავლო სივრცეში, მთელ უმაღლეს სივრცეში აი ეს ახალი მოდელის, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან განსხვავდება 50-იან 60-იან წლებში მოქმედი მოდელისგან, აი ის მოდელი დაინერგა და 10 წლეულები მუშაობდა და შესაბამისად თქვათ, აი ეს ყველაფერი ადამიანების გონებაში ჩაჯდა და რაღაცნაირად აი ყველა ამას ვიღებთ ძალიან ბუნებრივად, რომელიც მარტივად იმაში მდგომარეობს, რომ ვისაც სიმდიდრის კეთების უნარი აქვს, იმან უნდა აკეთოს სიმდიდრე, ანუ მოიხოჭოს რაც შეიძლება ფული და ეს შემდეგ ეს სიმდიდრე ავტომატურად გადანაწილდება რაღაც პერიოდის მერე, რა გვექნება მძიმე პერიოდები, ის უნდა მოვითმინოთ, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ეს სიმდიდრე აუცილებლად თქვა ქვედა ფენებამდეც ჩამოვა. აი დაახლოებით ამ რომ გამომარტივოთ ამ იდეოლოგიამ და დადის, რასაც ჩამოჟონვის ეკონომიკას ეძახიან, რომ თქვათ ვისაც აქვს სიმდიდრე ის მოიპოვებს და შემდეგ ჩამოიშონება ქვემოთ. ასევე პრინციპში დასავლეთის ქვეყნებიც დღეს თვითონ აღიარებენ, რომ არ იყვნენ გზად იმის საბჭოთა კავშირის დაშლისთვის, ანუ მათთანაც არ არის ძალიან მოულოდნელი პროცესი იყო ეს მათთვისაც,
და ისინიც არ იყვნენ არც თეორიულად და არც პრაქტიკულად გზად იმისთვის, რა უნდა გაკეთებულიყო, რომ აქ მომხდარიყო რაღაცნაირად უტკივნეულოდ გადასვლა მოწყობის ერთი ფორმიდან მეორე ფორმაზე. Ну, ასეა თუ ისე მოკლედ ჩამოყალიბდა ეს მოდელი, რომელსაც ნეოლიბერალურს ვუწოდებთ და ანუ როგორც ესე იგი, აი ეს სწავლება, რაც დაინერგა, ხო? ამან ყველაფერი ჩაგვიდო თავში, რომ რაღაცა ერთი იმით უნდა განვითარდეთ და მოხდა ესეთი რაღაცა, რომ ძველი ფორმულები, ანუ ძველი მიდგომა, ძველი ტერმინოლოგია, ყველაფერი გადმოვიდა ახალ მოდელზე და ამან ყველაფერი ფაქტიურად დაამახინჯა რა, ანუ სიტყვაზე ტრადიციული ბანკი, რომელიც მოქმედებდა დაახლოებით 70-იანი წლების ბოლომდე და ბანკი იმ გაგებით, რაც ჩვენს თავში დღესაც არსებობს, რომ აი ვისაც არ უნდა კითხო დღეს სიტყვაზე საქართველოში, რომ როგორ მუშაობს ბანკი, გიპასუხებს ესეთ რაღაცას, რომ ადამიანებს ან ორგანიზაციებს ფული შეაქვთ ბანკში, იქ ინახავენ, სხვა ორგანიზაციები, ვისაც შემდეგ ეს ფული ჭირდება, მიდიან იქ კრედიტს იღებენ და ადამიანებს და ამ პრინციპით მუშაობს ბანკი. ვინ ქმნის ფულს, ნებისმიერი ადამიანი ალბათ 100-დან 99 გიპასუხებს, რომ ფულს ქმნის რა ქვია სახელმწიფო და ამ თეორიით შეიარაღებული შევედით ახალ სისტემაში და ამ ცოდნით, ასე ვთქვათ, მუშაობ დღესაც, როდესაც არც ბანკი აღარ მუშაობს ამ პრინციპით, როგორც ვთქვით, რომ ვთქვათ, ადამიანებს მიაქთիկ დანაზოგი და ვისაც ჭირდება შემდეგ ის იღებს ამ იმას და არც სახელმწიფო აღარ ქმნის, ანუ ძირითადი ფულის შემქმნელიც აღარ არის სახელმწიფო. 2013-14 წელს ინგლისის ბანკმა, ანუ ბრიტანეთის ეროვნულმა ბანკმა, როგორც ჩვენთან არის თქვა საქართველოს ეროვნული ბანკი, იმ ბანკმა 2013-14 წელს გამოაქვეყნა უკვე ოფიციალურად სტატია და აღიარეს, რომ დღეს ფულის მთავარი შემქმნელები არიან კომერციული ბანკები. ანუ დღევანდელ მოდელში ჩვენ მართალია კონსტიტუციაში და თქვა ეროვნული ბანკის კანონში მიწერია, რომ ერთადერთი ვისაც ფულის შექმნის უფლება აქვს ქვეყანაში არის ეროვნული ბანკი, მაგრამ რეალურად უკვე თვითონაც აღიარებენ და ამას თქვა რეკლამირებას და იმას არ უკეთებენ, მაგრამ აი ოფიციალურ შეხვედრებზეც, თქვა ბრიფინგებზეც, თქვა რომ კითხოთ, თქვა იტყვია, რომ კი კომერციული ბანკი ქმნის ფულს. მაგრამ ისევ სწავლებებში და იმაში ისევ თქვა ძველი მოდელით მიდის სწავლება. ეხლა ეს რატომ მოვყევი ეს ყველაფერი რა? ეს ყველაფერი იწვევს შემდეგ ისეთ ცვლილებებს მოქმედების დროს, რომ როდესაც შენ ელოდები, რომ 2-ს მივუმატებ 2-ს და მიიღებ 4-ს, ხო, სინამდვილეში აი ეს კანონები, ცხოვრების კანონები იცვლება და 2-2-ს მიმატებით უკვე 4 აღარ ხდება, უბრალოდ შენ 2-2-ს აღარ უმატებ და აბსოლუტურად სხვა რაღაცას აკეთებ რა. ერთ-ერთი მაგალითი აი ამის კარგი, არ ვიცი, აი რამდენად ის იქნება, თქვა, ხო, აი ტექნიკური განათლების ადამიანები, ამ ტექნიკურად ვისაც რაღაცა ესმის, ისინი ალბათ კარგად გაიგებენ, რომ აი ჩვენი სამყარო მოწყობილია ესე, რომ აი თქვა ჩვენ ფიზიკური ისინი რა ქვია, მანძილები და აი ფიზიკური აგებულება ჩვენი არის ისე, რომ სამგანზომილებიან სივრცეს ქმნის. და ყველაფერი ამ სამგანზომილებიან სივრცეში ხდება და გეომეტრია ის მეცნიერება, რომელსაც ჩვენ ყველა ვსწავლობთ სკოლაში, ხო, ვისწავ კარგად თუ ცუდად, მაგრამ ყველა ვიცით, რომ ესეთი ის არსებობს, რაზეც ყველაფერი არის აგებული, ხო, ჩვენი ფიზიკური ის, რაზეც ყველაფერი არის, ხო, დაანგარიშება და ყველაფერი, თქვა, ამის მიხედვით ვაკეთებთ.
არის აგებული სულ 5 აქსიომაზე, ანუ 5 პრინციპი იქნა აღებული, პრინციპი რა, ესე ვთქვათ, ცნება, რომელიც დამტკიცების გარეშე ავიღეთ, ჩვენ კი არ ავიღეთ, თქვა ძველ დროს, თქვა აიღეს მეცნიერება და ეს 5 პრინციპი ისე სწორად აიღეს, რომ შემდეგ ყველაფერი რაც კი თქვა გეომეტრიაში ხდება ამ 5 პრინციპამდე დაიყვანება და ანუ ყველა თეორია, რომლის თეორემა, რომლის ისიც ხდება, შემდეგ აი ამ 5 პრინციპს ეყრდნობა და აი ესე ვითარდება, ხო? და ყველაფერი რისი და რაიმის დაანგარიშება თუ გვინდა, თქვა აი ამ 5 პრინციპის იმაზე ხდება. ანუ თუ პრინციპებს აიღებს სწორად, შემდეგ განვითარება ხდება თეორიის, შემდეგი განვითარება ამ მეცნიერების ხდება სწორად, მაგრამ თუ პრინციპებიდან ერთ-ერთს მაინც დაარღვევ, თქვა და არასწორ აქსიომას აიღებ, ხო? აი ისიც თქვა, აი არ ვიცი რამდენად გასაგები იქნება, მაგრამ აი ერთ-ერთმა რუსმა მეცნიერმა წინა უბრალოდ 2 საუკუნის წინ ლობაჩევსკიმ ამ 5 აქსიომიდან ერთ-ერთი შეცვალა და აი ჩვეულებრივი სიბრტყე, რომელიც თქვა აი ნებისმიერი ხო, აი სწორი ზედაპირი, აი მარტივად რო ვთქვა, ხო? აი ეს სივრცე გარდაიქმნა აი ესეთ რაღაცად. 5 აქსიომიდან ერთ-ერთი შეცვალა, ну რაღაც პრინციპით შეცვალა, უნებრივია. და აი ესეთ დახვეული ის რო ავიღოთ, ხო ფურცელი? აი ესეთ რაღაცად გარდაიქმნა, რომელიც თქვა რაც ცენტრიდან, რაც შორს მიდის, უფრო და უფრო იშლება. ანუ 5-დან 1-ის შეცვლაც მას კი აემხელა რაღაცა გამოიწვია და ამ ზედაპირზე უკვე, ხო? აი ისეთი მარტივი რაღაცეებიც, კი ისეთი მარტივი წესებიც, როგორც ალბათ ბევრს გემახსოვრება სკოლიდანვე დავუშვათ სამკუთხედის კუთხეების ჯამი არის 180 გრადუსი ნებისმიერი სამკუთხედისთვის, ხო? აი ამ გარდაქმნილ სივრცეში ნებისმიერი სამკუთხედისთვის კუთხეების ჯამი უკვე 180-ზე ნაკლებია. ანუ გარანტირებულად შეცდომით პასუხს მიიღებ, თქვა იგივე ის რომ გადაიტანო ამ იმაში. და ანუ ამით რისი თქმა მინდა რომ როგორც კი ერთ ჭეშმარიტებას აიგებ არასწორად, იმ წუთში ძალიან აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში მიხვდები. ანუ როგორც კი მეცნიერების თავარ რაღაც პრინციპს ერთს, რაზეც შემდეგ მთელი თეორია უნდა აიგოს, ამას აიგებ არასწორად, მთელი თეორია, რასაც მე შემდეგ მასზე დააშენებ, არასწორი ხდება. და ამასთან ერთად კიდე მოხდა მეორე ძალიან ცუდი რამ, ასე ვთქვათ, რომ ეკონომიკა, როგორც იცით, არის სოციალური მეცნიერება, ანუ ის არ არის ზუსტი მეცნიერება, როგორც გეომეტრია, სადაც ვთქვათ, რაც არ უნდა მოხდეს, თვარეზე გამოიყენებ, ვთქვათ, პითაგორას თეორემას, დედამიწაზე 3 საუკუნის წინ გამოიყენებდი, თუ ვთქვათ, მომავალში 10 საუკუნის შემდეგ, ეს თეორემა მაინც ყოველთვის ერთნაირად იმუშავებს, მართკუთხა სამკუთხედში კათედრების კვადრატების ჯამი იქნება აუცილებლად ჰიპოტენუზის კვადრატი, სიტყვაზე, ხო? და ადგეს და აი სადღაც მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდანაც პრინციპს და მანამდეც, მაგრამ უბრალოდ მაშინ ისეთი პოპულარული არ იყო, აიღეს გარკვეული პრინციპები და დროის და გეოგრაფიული არეალის გაუთვალისწინებლად ყველგან ერთი და იგივე თეორია აამუშავეს. ანუ დაუშვათ ის რაც დღეს კარგად მუშაობს, დაუშვათ განვითარებულ ქვეყანაში, დაუშვათ საფრანგეთში ავიღოთ, ან ამერიკაში, იგივე ავტომატურად გადმოიტანეს და ნებისმიერ ქვეყანაში განვითარებად, ქვეყანაში ამის დანერგვად სადეს და ამის დანერგვის ბერკეტები მათ ჰქონდათ, იმიტომ რომ მთელი ფულადი რესურსია, საკრედიტო რესურსი, რაც განვითარებულად ქვეყანას ჭირდება, იყო სავალუტო ფონდის ხელში, მსოფლიო ბანკის ხელში და შესაბამისად ის გთხოვდა, რომ თუ ამ პრინციპებს არ დაამკვიდრებ, ხო, მაშინ მე ამ კრედიტს, ამ ფულის მასას, რომელიც შენ განსავითარებლად ჭირდება, არ მოგაწვდი. ამან რა თქმა უნდა, როგორც თქვი, ეს
თქვა ის რაც მუშაობს განვითარებულ ქვეყანაში აღარ მუშაობს განვითარებად ქვეყანაში ხო და ამანაც გარკვეული ისინი გამოიწვია და შეფასების კრიტერიუმებიც დარჩა იგივე დაუშვათ რაც იყო 50-იან 60-იან წლებში რაც მუშაობდა აი რას გუგულისხმობ აი დღეს ყოველთვის როდესაც ქვეყნის განვითარებაზე მიდის საუბარი არის ლაპარაკი რომ აი ქვეყნის ეკონომიკა იზრდება დაუშვათ მშპ ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი რაც ქვეყანაში იქნება გაიზარდა და აი ეს კარგია და ესე იგი ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ სინამდვილეში რა ხდება რომ თქვა ის ტენდენციები და ის კანონზომიერები რაც თქვა 50-იან 60-იან წლებში მუშაობდა იმ პერიოდში მართლა მუშაობდა ანუ 50-იან 60-იან წლებში რომ მშპ-ს მიხედვით განგესაზღვრა ქვეყანა წინ მიდის თუ არ მიდის ეს სწორი იყო რადგანაც იმ პერიოდში გადანაწილება ქვეყნის შიგნით იგივე დასავლეთის სამყაროც რა იყო დაუშვათ ამერიკა ყველაზე უფრო კარგად სტატისტიკური მონაცემები სადაც მოიპოვება და სადაც ხდება დამუშავება ხო გადანაწილება შემოსავლების და სიმდიდრის იყო მეტნაკლებად თანაბარი თანასწორი და შესაბამისად თქვა როდესაც ეკონომიკა იზრდებოდა ეს გადანაწილებაც თანაბრად თანასწორად ხდებოდა უბრალოდ მოსახლეობაზე და ანუ ყველაზე აისახებოდა ეს ეკონომიკის ზრდა უკვე 70-იანი 80-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც თქვა ეს პრინციპები შეიცვალა და გადანაწილებაც თქვა დასავლეთის ქვეყანაში უკვე შეიცვალა, ანუ ნაკლები ანუ დაახლოებით აი დასაგები რო იყოს რაზე ვსაუბრო, ხო აი ესეთ რაღაცას გაჩვენებთ რა რომ აი აქ არის თუ ჩანს არ ვიცი შემოსავლების ხელფასების გადანაწილება საქართველოში 2024 წელს, ანუ შარშან ხელფასების გადანაწილება, ესე რომ წარმოვიდგინოთ, რომ ვინც კი იყო დასაქმებული, ანუ ვინც ხელფასს იღებდა, დასაქმება კიდე ცოტა სხვა რაღაცაა, მაგრამ ვინც ხელფასს იღებდა, ეს ხელფასის მქონე ადამიანების ჯგუფი რომ გააყოთ 10 ტოლ ნაწილად და ოღონდ ამ ჯგუფებში ისე რომ გადავანაწილოთ, რომ პირველ ჯგუფში ყველაზე ცოტა ხელფასი და პატარა ხელფასი რო ქონდა ისინი რომ მოვათავსოთ, შემდეგ უფრო მეტი ვისაც ქონდა ის და ასე შემდეგ, ანუ ზრდის მიხედვით რომ გადავანაწილოთ ამ 10 ჯგუფში რა. აი ხედავთ ახლა რომ თქვა აი ეს ყველაზე დიდი სვეტი რომელიც არის, აი ყველაზე ბოდიში ბოლოს წინა. ეს არის საშუალო ხელფასი. აი ეს ბოლოს წინა არის ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე 10%-ის საშუალო ხელფასი. შემდეგ არის მის წინ ანუ თქვა მე-9 ჯგუფში რომელიც იყო მე-8 ჯგუფში და ასე შემდეგ და აი ეს არის ფაქტიურად საერთოდ რო არ ჩანს აი ეს რო იქით ხო 0-თან ახლოს რო არის ის არის ყველაზე უფრო პატარა ის ხელფასი ვისაც ხონდა იმის საშუალო ხელფასი. ხოლო აი ეს ყველაზე დიდი არის ყველაზე მაღალი ხელფასი თქო 1%-ის საშუალო ხელფასი. ანუ ხედავთ რამხელა განსხვავებაა თქო აი სხვადასხვა ჯგუფებს შორის, ხო რომ აი არ ვიცი ეს ყველაზე მაღალი დაახლოებით 20,000 ჯერ მეტია, ვიდრე ყველაზე უფრო დაბალი ხელფასის მქონე ადამიანების საშუალო ხელფასი. რაც 50-იან და 60-იან წლებში იგივე დასავლეთის სამყაროში ვამბობ, იმიტომ რომ ის არის თქვა საზომი ჩვენი იმის ხო გაცილებით ის იყო ახლოს იყო ერთმანეთთან რა. ანუ დღეს იმის თქმა მინდა რომ დღეს როდესაც და ეს წლების მიხედვით რო აიღოთ ხო ეს მაჩვენებელი თქვა ყველაზე მდიდარი 1%-ის ნელ-ნელა იზრდება, ანუ 2013-14 ასე მზარდი იმით მიდის, მეორეც მზარდი შემდეგიც მზარდი იმით მიდის და ასე შემდეგ. ანუ ეს ანაზღაურება კი იზრდება, მაგრამ დაშორება მაღალსა და დაბალ შორის ასევე
იზრდება რა. ანუ ის შემოსავლები, რასაც ქვეყანა იღებს, ანუ რაც ქვეყანაში რისი მოპოვებაც ხდება, ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, არათანასწორი, უпростоრად თანასწორი. ოღონდ აი კიდე ერთ გუშინაც ვიდა, დღესაც გავიმეორე, თანასწორი ეკონომიკაში ნიშნავს საბართლიან გადანაწილებას, რა და არათანასწორი გადანაწილების გამო ის რაც ქვეყანაში იქნება, მთლიანად მიდის, ასე ვთქვათ, დაახლოებით 10%-ის ან კიდევ უფრო ზუსტად თუ ვიტყვით 1%-ის ჯიბეში. და ეს არის თქვათ ოფიციალური ის თქვათ რაც სახელმწიფო ფონდის საშუალებით ხდება თქვათ რაც არის შემოსავლების სამსახურის მიერ დაფიქსირებული. ამის გარდა ირიბი ხერხებით ეს 1% ამაზე გაცილებით უფრო დიდი რაოდენობით შემოსავალსაც და სიმდიდრესაც აგროვებს. სიმდიდრის მხრივ თქვათ აი სტატისტიკური იმას თუ ავიღებთ, ხო? თქვათ აი დასავლეთის სამყაროში, ხო? დაახლოებით 10-ჯერ, 20-ჯერ ზოგ ქვეყანაში უფრო მეტჯერ რაც არის თქვათ განსხვავება აი ამ სხვადასხვა ჯგუფებს შორის სიმდიდრის კუთხით. ანუ შემოსავლებში რა სურათიც არის, იმაზე გაცილებით მძაფრი სურათი არის იმის რა ქვია სიმდიდრის დაგროვების კუთხით მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებში. ხო, ანუ ამით რა რისი ჩვენება მინდოდა რომ თქვა ის რაც 50-ან 60-ან წლებში ძალიან ნატურალურად ბუნებრივად მუშაობდა რომ რა თქვა საზომი ქვეყნის სიმდიდრის გაზდა ნიშნავს მოსახლეობაში კეთილდღეობის გაზდას დღეს აღარ მუშაობს და მარტო ამ საზომით ქვეყნის წინსვლის გაზომვა, ხო? არაფერს არ გაჩვენებს რა. უბრალოდ ჩვენ ამ საზომით შეიძლება ვთქვათ უკვე ვთქვათ დღევანდელი იმით რომ ეს გვაჩვენებს რომ ვთქვათ 1%-ის სიმდიდრე უფრო იზრდება. მეტი არანაირ იმას ეს არ გვაჩვენებს. და ეს კიდევ ერთხელ ვამბობ არის ის რაც აშკარად და ზედაპირზე დევს. ამის გარდა სამწუხაროდ აი 70-იანი წლებიდან მოხდა განვითარება ისეთი მიმართულებები დავარქვათ თუ რა დავარქვა, ამიცი როგორიც არის დაუშვათ ოფშორული ზონები, ანუ გლობალიზაცია რასაც გლობალიზაციასთან ერთად შემოვიდა ახალი ცნება, როგორიც არის კორპორაცია, რაც ნიშნავს ორგანიზაციას, რომელიც ოპერირებს არაერთ ქვეყანაში. ანუ დავუშვათ ყველაზე უფრო ისეთი მაგალითი, აი კაი მაგალითი ამის, რომელიც ყველას გოცოდინებათ, ეს არის Apple-ის მაგალითი, რომელიც არის ამერიკული კომპანია, ვითომ მაგრამ რეალურად არის გლობალური კომპანია, რომლის შტაბ-ბინა რაღაც პერიოდში იყო ამერიკაში, შემდეგ გადაიტანეს სხვაგან, შემდეგ გადაიტანეს ირლანდიაში, შემდეგ ეხლა მგონი კიდე იცვლიან იმას. იმის და მიხედვით სად უფრო ის რა ქვია მონგებიანი საგადასახადო ბაზა ექნება მას. და ამის საშუალებით აი ამ გლობალურ კომპანიებს შეუძლიათ გადასახადების ისე შეცვლა და ამის ისე გაკეთება, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი უკვე სახელმწიფოს უჭირს ამ გადასახადების მიდევნება და შესაბამისად თქვა დაუშვათ თუ 50-ან 60-ან წლებში იყო ესე რომ მოგების გარკვეული, ანუ ნებისმიერი ორგანიზაციის მოგების გარკვეული წილი დაუშვათ 50% მოგების მიდიოდა სახელმწიფოში და სახელმწიფოს ინტერესებს ხმარდებოდა. დღეს უკვე ამის გაკონტროლება ძალიან ძნელია, ოღონდ რა თქმა უნდა დიდ ორგანიზაციებზე, კორპორაციებზეა საუბარი და არა ვთქვათ აქ მოქმედ რომელიმე ვთქვათ სუპერმარკეტზე, ხო? და
შემოსავლების გაკონტროლება ამის საშუალებით გაცილებით ძნელია და ამიტომ მოხდა ესეთი რაღაცა, რომ თუ იმ პერიოდში გადასახადების კუთხით დასავლეთის ყველა ქვეყანაში მდიდარი იხდიდა პროცენტულად მეც, ვიდრე ნაკლები შემოსავლის მქონე ადამიანი. ანუ დაუშვათ თუ გქონდა თვეში $1000-მდე ხელფასი დაუგვიშვათ, ხო, გადასახადს იხდიდი 10%-თან ახლოს, თქვენ ამ შემთხვევაში არ შეიძლება ამბობ, მაგრამ თუ გქონდა აღარ მახსოვს ახლა ზუსტი ზღვარი, მაგრამ დაუშვათ მილიონი შემოსავალი, ხო? შემოსავალი არა, ბოდიში მოგება, მაშინ გადასახადებს იხდიდი, რომ დაუშვათ 10,000-მდე იგივე სიხდიდი, რასაც არის ნაკლების მქონე და შემდეგ შენი მთელი ეს მოგება იბეგრებოდა ეტაპობრივად რა, ანუ რაღაც ზემოგება უკვე სადღაც აი 60-იან წლებში თუ 50-იან წლებში აღარ მახსოვს, მაგრამ 91-96% იყო ზემოგებებზე საუბარი და ეს ხდებოდა რატომ, რომ მომხდარიყო საშუალო, ანუ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ადამიანებს, ვისაც ჰქონდა თქვათ მოხვეჭის დიდი უნარი, იმათთვის თქვათ აი ეს სიხარბე რაღაცნაირად უნდა მოეთობათ რა. ეს ჩამოყალიბდა 40-იან წლებში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო რუზველტი და ის იყო ძალიან დიდი გავლენის ქვეშ ერთი ამერიკელი ეკონომისტის ტორსტეინ ვებლენის თეორიის გავლენის ქვეშ და სხვა შორის ძალიან კაი თეორიაა ეს ან თუ გინებათ ამ თემაზე მოდით სამშაბათს ვისაუბროთ მაშინ რა უბრალოდ ვიტყვი რომ მარტივად რომ იმასაც ვთქვათ ხა ეს ისეთი ტიპის ადამიანებს როგორიც არის დაუშვათ იგივე ბიძინა ჩვენი ამუხრუჭებდა და საშუალებას არ აძლევდა იმისთვის რომ პრინციპი რომელიც ჩამოაყალიბა სხვათა შორის ადამ სმიტმა და ადამ სმიტი ალბათ ყველას ეცოდინებათ და მისი ვთქვათ აი ეს გავრცელებული უხილავი ხელი რომელიც თითქმის ყველა ჩვენგანმა იცის, იმიტომ რომ ამის გავრცელება მოხდა სპეციალურად, რომ აი ბაზარი და ბაზრის უხილავი ხელი და ის მართავს და ეს არის მთელი ასე ვთქვათ ყველაზე უფრო კარგი პრინციპი, რაც უნდა ვითარდებოდეს. იგივე ადამ სმიტს აქვს ესეთი პრინციპი ჩამოყალიბებული, რომელსაც სასტიკი პრინციპი ქვია და რომელიც ამბობს, რომ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს, რომლებსაც ის მსოფლიოს ბრძანებლებს ეძახის და ესე აქვს ჩამოყალიბებული, რომ ყველა დროში არსებობს ეს ჯგუფი, რომელსაც მსოფლიოს ბრძანებლებს ეძახით და ამ ჯგუფს აქვს ერთადერთი პრინციპი. ყველაფერი ჩვენთვის, არაფერი დანარჩენისთვის რა. აი ამ ტიპის ადამიანებისთვის რომ მომხდარიყო ასე ვთქვათ გზების გადაკეტვა და აი ესე ყველაფერი ჩემთვის არ წამომეღო, მათ აუკრძალეს ეს ის, ანუ დაადეს გადასახადების სახით დიდი ტვირთი და ამ დროს მოხდა ზუსტად აი ამ პატარა და მცირე ბიზნესების განვითარება ამერიკაში და ამიტომ და ამ დროს დაერქვა სწორედ ეკონომიკის ოქროს ხანა იმას, რაც დასავლეთში, არა მარტო ამერიკაში, არა ვთქვათ, დასავლეთის წამყვან ქვეყნებში ხდებოდა. კარგი, დღეს რა ხარ გვაგვიანდება, არ ვიცი, ბოლომდე მე მგონი გლობალურ დასასრულებლად ვერ მივიყვანე, მაგრამ მაინც რაღაცა იმამდე მივედით, ასე ვთქვათ რა, რომ პრინციპი მთავარი არის, ანუ სწორ საფუძველზე უნდა მოხდეს აუცილებლად შემდგომი თეორიის და ქვეყნის ეკონომიკური მოდელის დაშენება. წინააღმდეგ შემთხვევაში ესეთი უნივერსალური მოდელი, რომელიც ყველა ქვეყანაში ერთნაირად მუშაობს, არ არსებობს. და ამაზე ძალიან ბევრი კარგი წიგნი არის, სხვათა შორის ქართულადაც არის ნათარგმნი ერთ-ერთი ნორვეგიელი ავტორის წიგნი, რატომ გახდნენ მდიდარი ქვეყნები მდიდრები. და კარგით, დღეს ამათ დავამთავროთ თქვათ, რა და შემდეგ უკვე თქვათ
სამშაბათს და უკვე იქით იმაში უკვე სხვადასხვა სფეროში რა ხდება შემოსავლების განაწილების და ეკონომიკური ემის კუთხით ამაზე ვისაუბროთ. მადლობა დიდი.